დღევანდელ ვიდეოში ჩემს სერვერზე თითოეულ თქვენთანგანს გეპატიჟებით, ესე რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და გასწავლეთ როგორ შემოხვიდეთ ჩემს სერვერზე და როგორ ვითამაშოთ ჩემთან ერთად და რაც ყველაზე მთავარია როგორ მოხვდეთ ჩემს ვიდეოებში. იმიტომ რომ ეხლა ბიჭო, იქ ყოფილ ექმობას ვიღებ. ეხლა აქაც რაღაც სერვერზე ისეთი დაჯგუფება მჭირდება, რომ ძალიან დიდი ვიყოთ. ესეთი ჰელკეტები, დოჯებით და რაღაცეებით ვიაროთ და დღევანდელ ვიდეოში ალბათ რამე სახსაც ვიყიდი, რომ ჩვენი ვახ! წესერადი არა ბიჭო. წესერადი არა შენ, მე არ უნდა დამიდგე წინ. ანუ დღევანდელ ვიდეოში ალბათ სახსაც ვიყიდი, რომ იქ მერე ჩვენი ბანდა გავჩერდეთ რა. უბრალოდ, მანამდე დღეს ვაპირებ, რომ გეტოზე ყველა ბანდა ავაწიოკო. Yo, what's up, my boy? რა შევით ბიჭო, როგორ ხართ? დაახვიეთ ჩვენი ტერიტორიიდან ბიჭო. ერთი წამი. რა თქვი? ჩვენი ტერიტორიიდან დაახვიეთ ხო ბიჭო, ეს იასამსფერების ტერიტორიაა. აუ, ჩემი მარტო ვარ, თორე თქვენ იმენა გადაგივლიდით ახლა. დამაი ბიჭო, დაჯექი, სანამ სოცხალი ხარ. დროზე და მოხიაკედა. მოკლედ რა ეს ვიდეო 10000 ლაიქზე უეჭველი უნდა ავიყვანო და დააჭერეთ დაბლა წითელ subscribe ღილაკს და ხო, მოკლედ ჩემი Discord-ის ლინკი იქნება აღწერაში. გადადით, შემოდით Discord სერვერზე, მიიღეთ როლები და იქ დაიწერება ხოლმე მოკლედ ყველაფერი ვიდეოების გადაღების შესახებ, როდის ვიღებთ, რა არის თქვენი მხრიდან საჭირო, როგორი პერსონაჟები გჭირდება და ასე შემდეგ. ანუ ბევრი თქვენთანგან შეიძლება საკმაოდ რომ მიიღოს გადაღებებში მონაწილეობა რა. ეხლა დღეს გაგაცნობთ ჩემს სერვერს, მოკლედ ეს არის არა RP სერვერი, აქ მოკლედ ყველა შეგიძლიათ ჩვეულებრივად ითამაშოთ, იმიტომ რომ ჩემი სურვილი იყო ეგ, რადგან ეხლა RP-ზე რო შედიხართ, რა აქვს მუღამი. უნდა რიცხოთ ფულები მთელი ცხოვრება, რომ ელემენტარული ესეთი დოჯი და რაღაც კაი მანქანები იყიდოთ და აქ უბრალოდ შემოხვდეთ და გაერთობეთ თქვენს მეგობრებთან ერთად და დაწერეთ მოკლედ კომენტარებში როგორ მოგწონთ რა ეს ჩემი წამოწყება. ბენზინი როგორ ჩავასხა ბიჭო? აი აგერ. დავაჭერეთ ამას. მიდი ძმა. ნუ ბაკი უკანა აქ ეხლა მანქანას მართალია, მაგრამ როგორც ეს ბაკით უნდა მოვიდეთ აქ რომ ანიმაციამ სწორად გააკეთოს რა. მოკლედ დღეს სერვერს გაგაცნობთ რა. უკვე კი იცით ყველაფერი, მაგრამ ეგ არის 96, 98, 100%. ძალიან კაი. სამომავლოდ სხვადასხვა ვფიქრობ RP სერვერზე და ეს ვინ არის? Best Popper Worlds joined-ო. ვა, ვიღაცები შემოდიან უკვე ჩვენ სერვერზე, იმიტომ რომ public-ი გავხადე. იმოძრავე ბიჭო. პაშობ ჩორტუ. აი თუ პაშობ ჩორტუ ბიჭო. ისე ბლატავები. კეტოზე ყველამ უნდა გაიცნოს ჰელკეთი. ვახ. სხვადასხვა შეკრებების მოწყობაც მინდა მე აუცილებლად რომ ესე რო იკრებებენ ხოლმე ქალაქში ხვაზე ხართ რა ამერიკაში რაღაც შუა ქუჩას რო შაკეტავენ და რბოლები და ასე შემდეგ და აქაც პოლიცია მინდა ბიჭო მეღადავები და დღევანდელი ვიდეოს წამდგენია რა თქმა უნდა CS:GO Fast-ი ანუ CS:GO Fast-ი იქნება ჩვენი სერვერის მთლიანად წამდგენი რა ზაფხული დადგა და CS:GO Fast-ზე რა თქმა უნდა გაულდება ძალიან მაგარი ფასდაკლება თითქმის ყველა кейსზე ამიტომ ვისაც кейს ოფენინგი გიყვარდა გინდათ კაუნტერის საუკეთესო სკინები შედით ამ საიტზე გახსენით кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად. წავალე ხამე ერთ-ერთი სახლი მაქვს ნახი, მაგას დაგათვალიერებინებთ. თან რა ინტერიერები გვაქვს ჩაგდებული სერვერზე, მაგასაც გაჩვენებთ. ოპა! 1 minute. აგერ ეს ტიპი გავჩიტეთ, გონი ვიღაცა არის ჩვენ სერვერზე შემოსული. მაბოი. გავიდა ვერაფერი ვერ გაიგო. არ არის ძმაო საშენო ეს სერვერი რა. შემოდიან აქ ბიჭო 2 წამი და მე ვეღარაფერს ვეღარ აკეთებენ. ესე იგი, ამ ადგილას გვაქვს ესეთი სადილერო, რომელსაც მე ალბათ პატრონი ეყოლება და რომელიმე ბანდა მართავს და დიდი ეჭი მოქვს რომ ჩვენი ბანდა მართავს, ამასაც ჩვენი ბანდის წევრები აქ შემოვლენ და იგულავებენ. ასე პოლიციამ მოსწო. ამ სადილეროს აქედან აქ შეასრულებ, რომ შეხედეთ ყველაფერი რა ლამაზია და ამას შეხედეთ. ანუ ესეთი სახელოს უბრალოდ სად გინახავთ, მითხარით ქართული RP სერვერი, რომელიც აი ესეთი რაღაცებით გამოირჩევა. ეს არ არის RP, მაგრამ სერვერია რა. და მე რო RP გავაკეთო, ხო წარმოგიდგენიათ როგორი RP იქნება ჩემს სერვერზე. აი ეს არ გვინდა ჩვენო. აქ რაღაც სამღებრო. არა, ვიფიქრებ სხვათა შორის ერთ კაი მაგარ და ჯიგრულ სერვერზე ისეთი, რომელიც აი შეიქმნება და არ დაიხურება რა. იმიტომ რომ ძირითადად RP სერვერები იქნება, იმიტომ რომ თავიდან შემოიყვანენ ხალხს, ბუმ, ხალხი ჩაადონატებს მე მაგას მოტეხავენ და დაიხურება. ძალიან ბევრი სერვერისგან მოდის ხოლმე ზოგადად შემოთავაზება სპონსორობაზე და აქედან ჩავდივართ დაბლამა შეხედეთო. ესე ჩამოდივართ და აქ დაბლა ალბათ VIP ავტომობილები იქნება. ძალიან კაი. ნუ ჩვენ არა VIP კლიენტებისთვის. ანუ ხო, სერვერებისგან მოდის ხოლმე ზოგადად შემოთავაზებები, რა ესე ახალი სერვერი ვიხსნებით, ალ თვეში 1-2 მაინც წერს ხოლმე. აი ვიხსნებით, აი თანხა თქვი, აი ეს გაიხსენით იფუნქციონირებს ძმაო. კაი ხანი გქონდეთ ეს სერვერი გახსნილი, ესე 3 თვე მაინც მინიმუმ. მე კი ბატონო, თორე აი ვიხსნებით და აი მალე გავიხსნებით და აი უკვე პროექტი გვაქვს და მოდი ძმა წილი და ისა ეგეთები არის ეს მოკლედ რა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თქვენ გახსნით მო სერვერს, მე ხალხ შემოვიყვან, ესენი დაადონატებენ, მე დახურავთ და всё, რა განათია გვაქვს, არაფერი. ესე იგი ეს არის სადილერო, სადაც იყიდება ეს პაგანი, ჰურაკანი
Diablo. კიდე გადართოს ხო არაპირებ? არა, დროებით არა ჯერჯერობით მარტო ვარ სერვერზე შემოსული და არანაირი ძარცვები. ნუ პატარა ბაგები აქვს აქ ტექსტურებს ამას გამოვასწორებ. ეს ულამაზესი Ferrari, McLaren, Aventador, Bugatti, Ferrari, აი უბრალოდ შეხედეთ თითოეული მანქანის დეტალებს რა მაგარი მოდები არის. ჩვეულებრივად რა, თან რაც ყველაზე მთავარია შეხედეთ ამას. აი ამ მოდების და რაღაცების ჩაწერა თქვენ არ მოგიწევთ კომპიუტერში. უბრალოდ შემოხვალთ სერვერზე და პირდაპირ ეს მოდები დაგხვდებათ და всё, არაფერი არ არის საჭირო გარდა იმისა, რომ GTA უნდა გქონდეთ თქვენს კომპიუტერში. ნახე ეს რა ლამაზია. მაგარია მოკლედ მომწონს. საღოლ კაი სადილერო გაქვთ. აქ მე ალბათ მოვალთ ბიჭობა რა და დაგვიწერთ მოკლედ კომენტარებში როგორც ხორებას ისურვებდით RP-ზე ახლა. Black-მა ხო იქ ცალკე გვაქვს და აქაც გვინდა რაღაც რა გქონდეს რა სერიოზული და თქვენი დახმარება დამჭირდება რა. გამოვედით ახლა აქედან დროზე და წავედი ახლა ახალი სახლები დავამატე ვახჩები და ეგენს უნდა გაჩვენოთ. დაიცა ერთ წამს. აქ რა იყო ესა? ეს დავიჯერო აქამდეც იყო? აქ ეს კი მაგრამ აქეთ კი მე მეგონა შენით რამე ჩინური თემა იყო, მაგრამ ეს ჩვეულებრივ GTA-ში არის ეს მაპი თუ მე დავამატე მე რამე. ეს ვიცი რო არის, მაგრამ ეს არ ვიცი, ალბათ რავი ჩაინათაუნის თემაა რა. აქეთ ვიცი რომ აქვს დამატებული. აი ესეთი ბურგერ შოთი, სადაც ხალხი არის, არ არის არავინ, მაგრამ მე აქაც ბანდები ალბათ შევიკრებებთ ხოლმე რაღაცებს შევჭამთ რომელიმე ბანდის ბიზნესი იქნება. ალბათ უნდა იმოძრავეთ რა. ჩერბოლ შეგეძლიათ შეხვიდეთ, აქედან შევუკეთოთ ბურგერები, შეჭამოთ და ასე შემდეგ. მომწონს ბიჭო, მაგარია რა. ტუალეტიც არის. ოსა რაღაც ეს ტუალეტის შესვალი Wendy's-ისას გავს. Wendy's აქვს ხოლმე ეგეთი რაღაცეები. აქედან გვაქვს ჩვეულებრივად. კარგი, ასე Wendy's-ი ვახსენე და Wendy's-იანი ინტერიერია. მომწონს, რაც კარგი კეთდება ქართულ YouTube-ზე ყველაფერს მივესალმები ძმაო. დასალაიქებელია ნამდვილად ეს ვიდეო, იმიტომ რომ თითოეულ ლაიქი მოქმედებს motivation. ნუ აქეთ ერთი კიდე რა მაქვს. აქეთ ძალიან სერიოზული სახელოსნო გვაქვს პლაჟზე. ესეც შეგვიძლია მაგათად ვიფრინოთ თუ გვეზარება სიარული. და პლაჟთან არის აი ესეთი პატარა სახელოსნო რა, სადაც ალბათ გვეყოლება ჩვენი შალვა, ჩვენი მექანიკი, რავი, ვიღაცები იქნებიან და მიხედავენ ხოლმე ჩვენს მანქანებს და 1000 ცხენი ძალიან პროექტებს გავაკეთებთ რა. ეკეთ რა შენობა ეს ჩვეულებრივში არის, არ ვიცი. რაღაცებს ვამატებ ხოლმე და მე ვეღარ ხვდები ხა, რაც დამსე ტანსაცმელებია ცოტა გენგი რაღაცეები. ქალბატონო, თან ჩემს სერვერზე რა ამწონს ყველაზე მეტად. NPC-ებიც მოძრაობენ ჩვეულებრივად რა. ანუ ჩვეულებრივ RP სერვერზე ხარ რომ შედიხართ ქართულ რომელიმე სერვერზე გინდ უცხოურზე რაღაც რა, ძირითადად Rage-ზე რა სერვერებიც არის. მანდ მთლიანი მაპიც არიელე და მარტო ონლაინი ვინც ხართ მაგათ ხედავთ რა და აქ ამის მუღამი ის არის რომ GTA-ში ჩვეულებრივად მედის ცხოვრება და პარალელურად თქვენ მეგობრებთან ერთად თამაშობთ რა. ეს რა თქმა უნდა უფრო მიმზიდველს ხდის თამაში, ხა წარმოვიდგინეთ ახლა მარტო რო ვარ სერვერზე შემოსული და ანუ არავინ რო არ არის, რა მუღამი აქვს მაგას არანაირი და. აქ ჩვეულებრივად ეს ხალხიც არის. და თქვენ ჩვეულებრივად მოძრაობთ რა. და ჩემი სურვილია რომ გავაკეთო მალე ისეთი RP სერვერი, სადაც აი მენა RP რა, ეს ალკე მექნება, მაგრამ ვისაც RP თამაში უნდა, roleplay, მუშაობა, ფულის აგროვება და ასე შემდეგ. ისეთი სერვერი, სადაც ეს NPC-ებიც იქნება და პარალელურად თქვენს იმუშავებთ და მოკლედ რავი, GTA იქნება რაღაც სასწაული რა. და ამას რა თქმა უნდა თქვენ მხრიდან გვერდში დგომა ჭირდება და გვერდში დგომას უნდა მხოლოდ ლაიქი, მეტი არაფერი. და არხის გამოწერა. იმიტომ რომ ეს ვიდეოები ამ არხზე იდება და არიდება ჩემს თავარ არხზე. ნუ აქ კიდე მეორე ცენტრი ეს ალბათ ისიც უკვე ჩვენი ვიდეოები და ერთ წამს შემატარე ძმა გააჩერე მოძრაობა. გავედით. პოლიციის მოდიც უნდა დავამატო სხვათა შორის ვისაც მოუნდება შემოვა სერვერზე და პოლიციელობანას ითამაშებს რა. ჩოლოდ გახდება პოლიციელი და აჯარიმებს ხალხს და ასე შემდეგ. ნუ ცენტრებში შეგნით ხალხი ზის და ვიღაცის დაყენება თქვენ არ მოგიწევთ მაგალითად მოხვალ ჩვეულებრივად უბრალოდ მე აქ მანქანები დადგება და ასე შემდეგ რა. მაგარია ბიჭო. მე მომწონს. ჩემი რომ მაგიტო არ ვაქე, მაგრამ მართლა მაგარია. და პლუს ანუ მეგობრებთან ერთად რო თამაშობთ, დილეი არ გაქვთ რა ერთმანეთში რა, ჩვეულებრივად მოძრაობთ ყველა და დანაკარგების გარეშე უბერობთ რა. და კაი დღეს ჩაგდებული მოუდი უნდა გაჩვენოთ და მაგრად იგდებს ეს მანქანა კუც. მოკლედ სომხების სასახლე ხო გახსოვთ? დიდ არ მომწონდა ეგ სასახლე და გადავწყვიტე რომ გამეახლებინა და სავარაუდოდ ეს იქნება ჩვენი ბანდის მომავალი ბაითი, რომელსაც ალბათ მომდენო ვიდეოში ვიყიდი რა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ფული არ მაქვს, გასაყიდად არის გამოტანილი და ამას შეხედეთ უბრალოდ რა მაგარი modern house-ია. აქედან ვაყენეთ ამას შეგნით? არა, გარაჟი არ გმუშაობს სამწუხაროდ, მაგრამ არა უშავს, დავაყენოთ აქ ეს მანქანა. მაგრამ წესით ბიჭო გარაჟი უნდა მუშაობდეს თო. რატო არ მუშაობს? შენით რო შევიდეთ? არა, ოკეი, არ მუშაობს. ნუ აქედან შევდივართ ახლა აი ესე, აქეთ ბაღი გვაქვს, სადაც ალბათ შევიკრებებით ხოლმე მე ბიჭობა, აქედან საჩავდივართ. დაბლა ჩადიხარ. ამას მეორე მხრიდანაც აქვს მოსვლილი, ოკეი, არ არის პრობლემა. აქ საჩილაო ადგილი გვაქვს. აქეთ რა არის? აუ ბიჭო, არა, მაგარი სახლია ძალიან. დაწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ რა და აი ისეთი ვიდეოები გელით და ისეთი თამაში ჩემთან ერთად, არ ვიცი ძმაო, წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ ყველაფერი უკვე აი ხელშესახები არის, უკვე ხედავთ ყველაფერს.
აქ რა არის მისაღები აქეთ რა არის ესა აქეთ დაკეტელია როგორც ჩანს ეს ოთახი და არც გვაინტერესებს რა არის ზევით ავდივართ და რა თქმა უნდა ზევით ეხა ორსართულიან სახლში რა იქნება თუ არა საძნებლები და აუ ღადაო ბიჭვანი იმენა ინტერიერის დიზაინერებმა და ნამდვილმა არქიტექტორებმა იმუშავეს ამ სახლზე აქეთ შევდივართ საძინებელში და ულამაზესი საძინებელი საყულტო აუ ესეთი სახლი სინამდვილეშიც რა გაასწორებ და ღადაო აქეთ რა გვაქვს არაფერი გარდერობი არის ჩვეულებრივი აქეთ ეს რაღაც მეორე მისაღები. ოპა, კამერებიც გვაქვს. ძალიან კაი, ჩვენი ბანდა ესე იგი ზევიდან ყველაფერს უყურებს. აქედან რა ხდება? აქ უბრალოდ აქ კიდევ ერთი საძინებელი, აქაც კიდევ ერთი საძინებელი. აუ რა მაგარია. თუ აქ მე ალბათ გავინაწილებთ რა, ვისი რომელი საძინებელი იქნება. აქეთ ერთი და აუ ამას რა კაი ხედი აქვს. და აქეთაც კიდევ ერთი საძინებელი. აქეთ აუზი რა თქმა უნდა. არა. საღოლ ამიკოს არ გქო, მაგარი ხარ რა. შემთხვევით ვაკეთებ ხოლმე და დაწერეთ კომენტარებში, ხა თქვენ ჩემაკეთ ცოტა, იმიტომ რომ მართლა მაგარი გამოვიდა ძმაო. ჩავიდეთ ახლა აქედან დაბლა. ესე ჩამოვიდეთ. აქ სამზარეულო რაღაც ის მაგარია თო. ესეთი სახლი სამდულში მაგრად მექნებოდა. და აქ დასაჩავდივართ. ოპა, აქ უკვე დაბლა ღადაო, ბანდის შეკრების ოთახი. სადაც შევიკრიბებით ხოლმე დავგეგმოთ ყველაფერს. GTA 6-ის ფოტო გვაქვს აქ მაპის. ბიჭო, ძალიან მაგარია თო. აქეთ რა არის? ჰაჰა, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ბანდის ცხოვრება ისეთ სახლში, რომელსაც მსგავსი ოთახი არ აქვს. საღოლ. ძალიან კაი, აქ ერთი მსგავსი ოთახი და დაბლა ჩავდივართ და აქეთ, ნუ აქ არაფერი ისეთი რა. ეს არის გარდერობის ოთახია. და ნახე, პაროლი უნდა ჩაწერო შეხვიდე შენ. მაგარია ძალიან მომეწონა. ყოჩა, მოდი შევწერთ ყოჩა. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა მე ყოჩა რო ეს ყველაფერი ვიჭალიჩე სერვერზე. კაი, აქედან გავდივართ გარეთ. კი, ნახე ბიჭო რა ლამაზია. უბრალოდ გახედეთ, ზევით ყველაფერი რა ლამაზია თო. ნუ აქეთ ბაღი რაღაც, აუზი მუშაობს ნეტა თუ წყალი ფეიქია. ვა, არა თო. შეუულებრად აუზეც ვერთობით, აქ ფართებს მოვაწყობთ ხოლმე. ცოტა დამისულდა ეხა შორტიკები, მაგრამ არა უშავს. დაბლა აქეთ არაფერი, აქეთაც არაფერი და ნუ იქიდან მე ალბათ დაბლა ჩადიხარ რა. მოკლედ, დაწერთ კომენტარებში ეს სახლი ვიყიდოთ თუ კიდე მოგვს ერთი სახლი ახლა გეგმაში რა. აქედან გავდივართ ჩაუბრალოდ გარეთ. აქ ვერ შევდივართ არა? ვერა. მომწონს რა მოკლედ მაგარი ბაითია ძალიან. გამოვიდეთ აქედან. ამ სახლშიც ჩვენი ბანდის გარდა კაცშვილი არ მოვიდეს, თორე ვინც აქ მოყოლა ჩაიცხრილება. და მეორე სახლი გვაქვს გრეივსტოუნი, ნუ მეჯინებეების ოჯახი სადაც ცხოვრობდა ადრე. ეგ სახლია და ოახ, ესეც გაკეთებულია. ოდნავ უკეთესად. გრეივსტოუნი ქვია, შინიდან ალბათ შეასრულებით და რაღაცეები. ნუ აქ დამატებულია აშკარად ხეები. გამარჯოს ბიჭებს. Здорово, ძმა, здорово. დავიდეთ აბერტი შიგნით დავათვალიეროთ, აქედან ვერ შევალ. ოახ, აქედან შევდივართ და ვა, მეჯინებეების სახლი, ესე არ ჯობია? ნახე რა ლამაზი რაღაც გავუკეთებიათ თო. სამზარეულო, მისაღე, ეს ცოტა ისეთი ქუზი რა, ეგეც სახლი არის რა. დავიდეთ აბა აქედან ზევით კიბეები რაღაც ასაული თო. ხო არ ღადა, ვაით მოკიბეები მესმის. ნახეთ რა ხდება. ნუ ეხა იმასთან შედარებით ცოტა არათანამედროვე სახლია, მაგრამ მაინც მაგარი სახლია რა. აქ ნუ აქ ჯაკუზი აბაზანა. აქეთ რა არის? საძინებელი, მაგრამ ფანჯარა რატო არ აქვს? ალბათ სტუმრის საძინებელი არავინ რას გაიგებ. ეკეთ მხარეს გავიდეთ, აბა წესით აქეთ უნდა იყოს ორი, ერთი ეს იქნება მასტერ ბედრუმი ალბათ, არა. რა მასტერი ძმა? არაფერი არ ჩანს ვაფშე. არც ამას არ აქვს ფანჯარა, არა. რა იყო ძმა? ბიუჯეტური Airbnb-ია თუ სახლია რა არის? გადახდი ძმა დაბლა. აი ჩავედი აბა ესე, ვახჩი. მეორე, ანუ ერთი რამე King bedroom-ი არა აქ, არა master bedroom-ი, რავი, როგორც არის. აქედან შევდივართ, აქაც სტუდია. ნუ რა თქმა უნდა, ამ სახლსაც თავისი ოჯახის შეკრების ადგილი აქვს და მე ალბათ ეს სახლი რომელ ოჯახსაც გადაეცემა, ან ბანდას მისი იქნება და აქედან გავდივართ ალბათ გარეთ, ხო? კაი ამომწონს, აქ გარეთაც გვაქვს რაღაც სამზარეულო და ისინი. ერთ-ერთი რაც ამომწონს ამ სახლში საძინებლებია რა. Здорово ძმებს. აქედან გამოდივართ ეს. მინი გოლფის მოედანი. მოკლედ სულ ეს არის რა დღეს გაჩვენეთ ჩემს სერვერზე განახლებები ორი საუკეთესო სახლი. მე რომელი ოჯახი მართავს ეგ არ ვიცი გადავწყვიტავთ უბრალოდ მანამდე შემოდით Discord-ზე და წესით უკვე მომდენო ვიდეოს გადავიღებთ თქვენთან ერთად. ამიტომ ეხლა დაალაიქეთ Discord-ის ლინკი აღწერაში იქნება. შემოდით, გაწევრიანდით და მან დავწერთ უკვე ყველაფერს რა და როგორ რა. დაალაიქეთ ვიდეო, გამოვიწერთ არხი და დაწერთ კომენტარებში მართლა როგორ მოგწონს ჩვენი სერვერი.